თამაშდება ყვავი. ყვავის 4-იანი. დარბაზში მყოფ ყვავის 4-იანს მივართვათ ერთი ბოთლი შამპანური. თამაშდება ჯვარი. ჯვრის 3-იანი. ჯვრის 3-იანს მივართვათ ერთი ბოთლი შამპანური. თამაშდება აგური. აგურის 7-იანი. დარბაზში მყოფ აგურის 7-იანს მივართვათ ერთი ბოთლი შამპანური. თამაშდება გული. გულის ტუზი. გულის ტუზ ერთი ბოთლი შამპანიური მივართვათ. თამაშდება ყვავი. ყვავის 10-იანი. ყვავის 10-იანს მივართვათ ერთი ბოთლი შამპანური. თამაშდება ჯვარი. ჯვრის 6-იანი. ჯვრის 6-იანს მივართვათ ერთი ბოთლი შამპანური. თამაშდება აგური. აგურის 2-იანი. აგურის 2-იანს მივართვათ ერთი ბოთლი შამპანური. თამაშდება გული. გულის ვალეტი. დარბაზში მყოფ გულის ვალეტს მივართვათ ერთი ბოთლი შამპანური. ბატონო ბორის, თხოვთ ამოიღოთ გაუთამაშებელი კარტი. ამოვიღოთ გაუთამაშებელი კარტი. ეს გახლავთ 9-იანი. არ გათამაშდა 9-იანი. ახლა კი გავათამაშოთ კოზირი. ეს კოზირი დასნიშნავს, იცით? აი თქვენ თუ მოიგეთ, აი აქ მოიგეთ პრიზი ერთი ბოთლი შამპანიური. მხოლოდ აზარტულმა მაყურებელმა მოიგო დაუშვათ გარკვეული რაოდენობა. უორმაგდება კოზირიც დაემთხვა მის მიერ ამოცნობილ კარტს. ხოთ? ჩაგარი კოზირი. თქვენ წინაშეა ყვავის ჯვრის აგურის გულის ბუთულები. აურიოთ მე რა თქმა უნდა არ ვიყურები და ვიღებ ოზირს. ოზირი გახლავთ ჯვარი. მაშასე ყველა მოგებულ ბილეთს, რომლის კოზირია ჯვარი, მოგება გაუორმაგდა. ასევე გაუორმაგდათ მოგება დარბაზში მყოფ ჯვრის მასტის გამარჯვებულებს. თხოვთ მივართვათ მათ კიდევ თითო ბოთლი შამპანური. ლატარია ფორტუნას 21 ტირაჟის შედეგები გამოცხადდება გადაცემის ბოლოს. ჩვენ კვლავ სტუდიაში ვართ და ვაგრძელებთ თამაშს. ეხლა სანამ თამაშს გავაგრძელებდეთ, მე მინდა რომ ორი თქვენი წარმომადგენელი და ორიც თქვენი მივიდეს კარტებთან და აურიონ წითლებმა ლურჯებმა წითლების კარტები. მობრძანდით? სანამ ჩვენი ვაჟკაცები აურევენ კარტებს, მე თქვენ გაგაცნობთ ჩვენი თამაშის წესებს. ესე იგი, მე თქვენ დაგისვამთ შეკითხვას, რომელიც გამოკითხულია ჩვენი სოციოლოგების მიერ და თქვენ უნდა გამცეთ ზუსტი პასუხი. ამის შემდეგ თქვენი პასუხი, როდესაც რომელიც წყვილისაც ზუსტი აღმოჩნდება, ის გადაატრიალებს პირველად კარტებს. და თქვენ უნდა გამოიცნოთ მომდევნო კარტი მაღალია თუ დაბალი. გასაგებია? მე მგონი კარტები არეულია. დიდი მადლობა ბიჭებო.
ეხლა ჩემს კრუპიებს ხობ კრუპიებს დაალაგოთ კარტები ხო დაალაგოთ კარტები მანამდე კი თქვენ მიპასუხეთ 100 გამოკითხულიდან რამდენმა იცის რომელ საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა ქართველებმა Христианство в Грузии? და რამდენმა იცის 100 გამოკითხულიდან И 100 человек опрошенных. Человек? Ну, я думаю, что не меньше 80. вы должны указать цифру. Точно. Точно. Сколько? Ну, 75. 75. თქვით 75. თქვენ უფრო მაღალს დაასახელებთ თუ უფრო დაბალს? მე ვფიქრობ, რომ ასე იქნება 60 70-75 ასე. უკვე თქვენ 75. უფრო მაღალი თუ უფრო დაბალი? დაბალი. უფრო დაბალი. სინამდვილეში არის 62. თქვენი პასუხი აღმოჩნდა ზუსტი. ყურადღებით ვატრიალებთ თქვენს კარტს. ორიანი ხوار გამოცვლით ამ კარტს. არა, მომდევნო კარტი მაღალი თუ დაბალი? მაღალი. მაღალი თუ დაბალი? მაღალი. შეგიძლიათ ხელით მანიშნოთ. მაღალი. მაღალი კი ბატონო, არის მაღალი. რვიანი გული. უფრო მაღალი. უფრო მაღალი. არ არის უფრო მაღალი. ეხლა თქვენი რიგია ვატრიალებთ თქვენს კარტს. 4-იანი. მაღალი. მაღალი. რა თქმა უნდა მაღალი. 8-იანი გახლავთ. მაღალი. უფრო მაღალი? უფრო მაღალი არ არის უფრო მაღალი. ხოლმე გამოცვალოთ კარტები. არა უშავს 0-0 გახლავთ. 0-0 100 გამოკითხულიდან რამდენს არ უთქვამს ტყუილი თავის ცხოვრებაში? ო, ძალიან ცუდად. 10 კაცი იქნება მეტი არა. მეტი არა 10 კაცი. 10 კაცი. ერთხელ მაინც თქვენ უფრო მაღალი თუ უფრო დაბალი? დაბალი. უფრო დაბალი. ესე იგი თქვენი პასუხი აღმოჩნდა უფრო ზუსტი, ვატრიალებთ თქვენ კარტს. 8-იანი გახლავთ ყვავის? მაღალი უფრო. მაღალი კი ბატონო, არის მაღალი. დაბალი. დაბალი. არის დაბალი. მაღალი. მაღალი. არის მაღალი. მაღალი თუ დაბალი? დაბალი. დაბალი. არის დაბალი. მე გაიმარჯვეთ. 1-0 თქვენ საწარმოებლად საჩუქარი მოარტვით გამარჯვებულს. მაინტერესებს რა არის? ოქროს ძეჭვი. ოქროს ძეჭვი გახლავთ, შემდეგი შეკითხვა. 100 გამოკითხულიდან რამდენს მიაჩნია თავი მორწმუნედ? დიახ. რამდენს მიაჩნია თავი მორწმუნედ? 80. თქვენ უფრო მაღალ სიტყვით თუ უფრო დაბალს? უფრო დაბალს. ცოტა დაბალს. ცოტა დაბალს. სინამდვილეში? აბა, ყურადღებით, ვატრიალებთ თქვენს კარტს. 4-იანი გახლავთ? მაღალი. მაღალი, რა თქმა უნდა, მაღალი. 10-იანი გახლავთ? კიდო მაღალი. კიდო მაღალი. არ არის კიდე მაღალი. აბა, ყურადღებით, ვატრიალებთ თქვენს კარტს. 4-იანი? მაღალი. მაღალი, რა თქმა უნდა, მაღალი არის მაღალი. 7-იანი გახლავთ? მაღალი. მაღალი. არის მაღალი. დაბალი. დაბალი, რა თქმა უნდა, დაბალი არის დაბალი. მაღალი. მაღალი, რა თქმა უნდა, არის მაღალი. ერთი. ძალიან მიხარია. საჩუქარი მოარტვით. მერთმა ბედნიერებაში მოგახმაროთ, ერთი გახლავთ, თამაში კი არის 2 ფულამდე, ვაგრძელებ შეკითხვას.
100 გამოკითხულიდან რამდენია შეყვარებული? Чисто опрошенный, сколько влюбленных? По-настоящему 70 თქვენ დააფიქსიროთ, თქვენ უფრო მაღალ სიტყვით თუ უფრო დაბალ. 70 это сколько? 70. 70. შეყვარებული რამდენი? Опрошенных. უფრო მაღალი თუ უფრო Უფრო დაბალი? დაბალი. უფრო დაბალი. სინამდვილეში არის 65. თქვენ პასუხი სწორია, ვატრიალებთ თქვენს კარგს. ყურადღებით Меньше იყავით. было, да? ორიანი. მაღალი. მაღალი, რა თქმა უნდა, მაღალი. ისე ორი. ორა ცუდა დაურიეს კარტები ამ ბავშვებმა. აბა, ვაგრძელებთ, ყურადღებით ვატრიალებთ თქვენს კარგს. 10-იანი გახლავთ. შეგიძლიათ გამოცვალოთ. დაბალი. შეგიძლიათ გამოცვალოთ ეს როგორ კარტი. გამოცვალოთ? აი სხვა კარტს მოგვიტან. შეგიძლიათ. კი ბატონო, გამოვცვალოთ. აბა 4-იანი გახლავთ, ძალიან კარგი. მაღალი. რა თქმა უნდა, მაღალი. არის მაღალი. დაბალი. დაბალი. დაბალი, აბა როგორ? არის დაბალი. უფრო დაბალი. უფრო დაბალი. არის უფრო დაბალი. მაღალი. მაღალი. არის მაღალი. ორი ერთი. თქვენ გაიმარჯვეთ. ძალიან გხოლთ დამარცხებულო. ოქროს გვირგვინ ოცნებო. მიულოცოთ გამარჯვებულებს. Поздравьте, пожалуйста. მომდამდით ჩემთან. საჩუქარი მოართვით. საჩუქარი. ძალიან წინს რომ დამარცხდით. მაგრამ დამარცხება და აი ხედავ მე ოპერატორებს ხვალ ახლოდან აჩვენონ. ხედავთ ეს არის თქვენი ახალგაზრდობა. თქვენი ისე იგი სიმბოლიური თქვენი ოქროს გვირგვინის აღსანიშნავად აი ეს სპორტი მოგართვათ რესტორანმა პიკნიკმა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მერტმა შეგარდოთ და წყვილად დამიბერდით და კიდევ საჩუქრები. აბა მომართვით ეს თქვენ აი ეს ორი ბოკალი ესეც თქვენ. ერთი არა თქვენია ორივე თქვენია. კიდევ ეს სამახსოვრო ფოტო გახლავთ, რომელიც ჩვენად გადავიღეთ ერთად. ეს თქვენ. აი ეს გახლავთ მოსაწვევი ბარათი, რესტორანი გვირილა, ერთ-ერთი შესანიშნავი რესტორანი თბილისში. ეს გახლავთ მუშტაედის ბაღთან. აი გაგიმნასტებიან მართლაც შესანიშნავად და მე მგონი თქვენს მეგობრებთან ერთად კიდევ აღნიშნავთ თქვენ ოქროს ქორწილს. ეს თქვენ და ეს ფირფიტა ქართული ხალხური სიმღერები მიყვარსოთ თქვენ რომ თქვით. ეს გახლავთ ალბომი ქართული ხალხური სიმღერებისა, რომელიც მოგართვათ აი ამ ანსამბლის ხელმძღვანელმა ჭკუასელმა და სულ ტკბილი სიმღერების ანგეთქვეშ გეძინოთ და გეცხოვროთ ბედნიერად. ბედნიერად იყავით, არ გეწყინოთ. და არი ეჭვიანო ჩემთვის პასუხი გამოწევ. ბედნიერად იყავით. ნახვამდის. როგორც ხედავთ, თქვენ გაიმარჯვეთ და ეხლა ვაგრძელებთ თამაშს. როგორც ხედავთ, ჩემი კრუპიე ალაგებს კარტებს. თქვენ უნდა გამოიჩნოთ მომდევნო კარტი მაღალია თუ დაბალი. მაგრამ სანამ კარტებს გეთამაშებოდეთ, თქვენ უნდა მიპასუხოთ შეკითხვაზე, რომ მოიპოვოთ პირველი კარტის გახსნის უფლება. და თუ თქვენ ჩემ შეკითხვაზე სწორად მიპასუხებთ და თუ თქვენ გამოიცნობთ
მომდევნო კარტი მაღალია თუ დაბალი, თქვენ მოიგებთ ავტომანქანას. ვიწყებთ თამაშს. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. რამდენი ასოა თანამედროვე ქართულ ენაში? 33. 33 მართალი ბრძანდებით. მართალი ბრძანდებით თქვენ მოიპოვეთ პირველი კარტის გახსნის უფლება. მომეცით კარტი. აი ეს გახლავთ თქვენი პირველი კარტი და თქვენ უნდა მიპასუხოთ მომდევნო კარტი მაღალია თუ დაბალი? მაღალი რა. მაღალი. არის მაღალი. თქვა დედოფალმა. მომდევნო კარტი მაღალია თუ დაბალი? Меньше девятка большая. დაბალი. დაბალი. კი ბატონო, არის დაბალი. არის დაბალი. მომდევნო კარტი მაღალი. მაღალი. არის მაღალი. არის მაღალი. აბა გთხოვთ მიპასუხოთ. Это больше. მაღალი. მაღალი. არის მაღალი. გთხოვთ მიპასუხოთ მომდევნო კარტი მაღალი თუ დაბალი? დაბალი. დაბალი, კი ბატონო. არის. არა იგივე. ძალიან გული არა დამდა. უშავს. თორე თქვენმა მეუღლემ რა თქმა უნდა მანქანის წაყვანა შესანიშნავად იცის. თვითფრინავი დაყავს და მანქანას ვერ წაიყვანს თანაც ამერიკულს, მაგრამ გული არ დაგწევთ. არა უშავს. გული არ დაგწევთ. თქვენ გეთამაშებათ სამეფო კაზინო, გახლავთ პლეხანოვზის პროსპექტზე, უკაცრავად ეხლა მე თქვენ გეუბნებით ამას, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ასაკოვანი ხალხი ვართ, აღმაშენებლის პროსპექტზე გახლავთ სამეფო კაზინო და აი ეს კაზინო გეთამაშებათ თქვენ ჩიპებზე. ზეგი აქ არის 200 ჩიპი. თქვენ თუ გამოიცნობთ მომდევნო კარტი მაღალია თუ დაბალი, თქვენ მოიგებთ აი ამ ჩიპებს და შეგიძლიათ კაზინოში გინდათ გადაახურდავეთ, გინდათ ითამაშეთ. გთხოვთ მიპასუხოთ მომდევნო კარტი მაღალია თუ დაბალი? მაღალი. მაღალი. არ არის მაღალი. არ არის მაღალი. მაგრამ რა ვქნა ახლა მითხარ? არაფერი. ბატონო გორი არაფერი. რა ყველაფერი შესანიშნავი იყო. თქვენ წააგეთ. დავაგეთ. მაგრამ მე კაზინოს ვთხოვ 100 ლარი მაინც დაგიტოვოთ. 100 ლარი. აი ეს გახლავთ 100 ლარი. მე ამ კარტს გადავდებ აი აქ და თქვენ უნდა მითხრათ მომდევნო კარტი მაღალია თუ დაბალი? და თქვენ მოიგებთ 100 ლარს. დაბალი. დაბალი? დაბალი. დაბალი? დაბალი რა უნდა იყოს? დაბალი, აბა დააკვირდი. და ამდენი კარტია, ნახატი არა მოსულა. Вот не видно ему, блестит карта. ოხ, ერთი შემახედა, Это მაგრამ არ семёрка. ჩანს. Больше. მაღალი. არა, დაბალიო თქვა. დაბალი. დაბალიო თქვა და არის. დაბალი თქვა. აი ეს 100 ლარი თქვენ გილოცავთ. მომძანდით ჩემთან. ერთი წუთი ბატონო ბორის. დიახ. ეს პატარა საჩუქარი ლატვიელთა საზოგადოებისგან თქვენი ფორტუნას მუზეუმის მადლობთ. მადლობთ. დიდი მადლობა. მადლობ თანამშრომლობისათვის ფორტუნას სავსორლად ლატვიის საზოგადოების. დიდი მადლობა. სამაგიერო საჩუქარი გამარჯვებულებს.
აი ეს ტორტი, ეს თელი ბაღნარი გახლავთ, ბაღნარი. ეს თქვენ, აი ეს ტორტი გახლავთ ფილმა გვანცა არის ასეთი თბილისში, ხოლო აი ამ ტორტის ავტორი გახლავთ ნინო ანდრიაძე. ალბათონი ნინო ანდრიაძე. ეს ლამაზი ტორტი. ეს ჩვენი სამახსოვრო სურათი, ჩვენი ეს თქვენ ეს კი რესტორანი ალაზანი გეპატიჟებათ. ესე იგი ამ გადაცემიდან 2 კვირის განმავლობაში თქვენ მიბრძანდებით ამ რესტორან ალაზანში, სადაც იმართება შესანიშნავი შოუ პროგრამა და დარწმუნებული ვარ, თქვენი ძალიან კარგ დროს გაატარებთ ეს თქვენ. ეს ტივის მოყვარულ სიძეს, ჩემო ბატონო, ეს თქვენ, ჩემო ძვირფასო. აი ეს კი ფირფიტა ქართული სიმღერების კრებული